რას ნიშნავს ივანიშვილის ხელისუფლებისთვის საქართველოსთან მიმართებაში ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ამოქმედება, რასაც ეუთოს წევრმა 24-მა ქვეყანამ მხარი დაუჭირა. მექანიზმის ამოქმედება საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევების შესასწავლად ექსპერტთა დამოუკიდებელი მისიის შექმნას ნიშნავს, რომელიც შეაფასებს საქართველოს მიერ ეუთოს ვალდებულებების შესრულებას. კონკრეტულად კი 2024 წლის გაზაფხულის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე ფოკუსით. მოსკოვის მექანიზმი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ინსტრუმენტია, რომელიც შექმნილია მონაწილე სახელმწიფოების მიერ ადამიანის უფლებების, ფუნდამენტური თავისუფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული ვალდებულებების კუთხით არსებულ სერიოზულ პრობლემებზე რეაგირებისთვის. მექანიზმი საშუალებას აძლევს ეუთოს წევრ ქვეყნებს დანიშნონ დამოუკიდებელი ექსპერტები, რომლებიც იძიებენ ადამიანის უფლებების დარღვევებს, ამზადებენ დეტალურ საჯარო ანგარიშს, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოებას წარუდგენენ. ეს შეიძლება გაკეთდეს იმ შემთხვევაშიც, თუ კი კონკრეტული ქვეყანა თანამშრომლობაზე უარს ამბობს. საქართველოზე მექანიზმის ამოქმედების ინიციატორ ქვეყნებს შორის არიან გაერთიანებული სამეფო, გერმანია, კანადა, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი და სხვა. ქვეყნების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობას ყურადღებით და მზარდი შეშფოთებით ადევნებენ თვალს. ჩვენ ყურადღებით და მზარდი შეშფოთებით ვაკვირდებით საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას. როგორც ეუთოს მონაწილე სახელმწიფომ, საქართველოს აიღო ვალდებულება დაიცვას ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები. მან ასევე აღიარა, რომ ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემა არის მშვიდობის, სამართლიანობისა და კეთილდღეობის აუცილებელი ფაქტორი, რაც საჭიროა სახელმწიფოებს შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარების უზრუნველსაყოფად. 2024 წლის დეკემბერში 38-მა მონაწილე სახელმწიფომ აამოქმედა ეუთოს ვენის მექანიზმი, რათა გამოეხატა შეშფოთება საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და გამოეთხოვა დამატებითი ინფორმაცია. თუმცა ჩვენი შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების მიერ საერთო ვალდებულებებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით მხოლოდ გაიზარდა. ჩვენ მხედველობაში ვიღებთ საქართველოს პასუხს 2024 წლის ვენის მექანიზმის ფარგლებში დასმულ კითხვებზე და მოვუწოდებთ საქართველოს ითანამშრომლოს მისიასთან და ხელი შეუწყოს მის მუშაობას მოსკოვის დოკუმენტის მე-6 პარაგრაფის შესაბამისად. ასეთი ჩართულობა იქნებოდა კეთილინებისა და კონსტრუქციული და ღია დიალოგისთვის მზადყოფნის დემონსტრირება. მოსკოვის მექანიზმი 1991 წელს ეუთოს ადამიანური განზომილების კონფერენციის მოსკოვის შეხვედრაზე მიიღეს. ის ავსებს და აუმჯობესებს 1989 წელს მიღებულ ვენის მექანიზმს. ორივე მათგანი მიზნად ისახავს გამოიძიოს ადამიანის უფლებათა შესაძლო დარღვევები, თუმცა ვენის მექანიზმი ინფორმაციის გაცვლას ისახავს მიზნად. მოსკოვის მექანიზმი კი იძლევა შესაძლებლობას შეიქმნას მოკლევადიანი ფაქტების დამდგენი მისია ეუთოს რეგიონში ადამიანის უფლებების კონკრეტულ პრობლემაზე რეაგირებისთვის. ამიტომ პრაქტიკაში ვენის მექანიზმი ჩაანაცვლა მოსკოვის მექანიზმმა. შექმნის დღიდან ეუთო მოსკოვის მექანიზმი 16-ჯერ გააქტიურა. საქართველოს შემთხვევა მე-17-ია. ეუთოს მოსკოვის მექანიზმი გამოყენებული აქვს მათ შორის მოქალაქეებზე თავდასხმების შესასწავლად ხორვატიასა და ბოსნიაში, ასევე ვითარების შესასწავლად თურქმენეთში, ბელორუსსა და ჩეჩნეთში. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ამ მექანიზმის გააქტიურება წარმოადგენს პირველ საერთაშორისო ტრიბუნალს ივანიშვილის წინააღმდეგ. მათი შეფასებით ეს უმძიმესად აისახება საქართველოს რეპუტაციასა და თითოეული მოქალაქის ეკონომიკურ სტაბილურობაზე. ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ამ პროცესს ქართული ოცნებისთვის გრძელვადიანი და მძიმე შედეგები ექნება. ეს არის განსაკუთრებული ზომა და არა ჩვეულებრივი ნაბიჯი. ეს მექანიზმი გამოიყენება იმ განსაკუთრებულ არაორდინალურ შემთხვევებში, როდესაც სახეზეა ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის მასობრივი სისტემური დარღვევები. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ პირველი ეს რეჟიმი ისევე არალეგიტიმურია, როგორც მთელი დროის განმავლობაში 2024 წლის საპარლამენტო არჩევის შემდეგ. მეორე, ზომები, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება მიმართავს რეჟიმის წინააღმდეგ, სულ უფრო კაცრდება. მესამე, გასულ წელს ინიცირებული ვენის მექანიზმის შესაძლებლობა აღმოჩნდა სრული ფიასკო ქართული ოცნებისთვის. მეოთხე, დელეგიტიმაცია და უნდობლობა. ჩვენ ვხედავთ და ეს არის ჟესტი, როდესაც 24 დემოკრატიული სახელმწიფო მხარს უჭერს ამგვარი მექანიზმის ამუშავებას. ეს არის განაცხადი, რომ ისინი არენდობიან ქვეყნის შიდა გამოძიების პოტენციალს, არენდობიან სახელმწიფოს. ჩვენს ხელს არსებული წინასწარი ინფორმაციით ამ ანგარიში აისახება მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენება, ასევე ასახული იქნება ინფორმაცია თვითნებური დაკავების შესახებ, არასათანადო მოპყრობის შესახებ, ინსტიტუტების პოლიტიზაციის შესახებ, პოლიტიკური და სინდისის პატიმრების რაოდენობის უპრეცედენტო ზრდის შესახებ, ქიმიური ნივთიერების გამოყენების შესახებ და დემოკრატიული უფლისის სისტემური ნიშნების შესახებ. ეუთოს ეს მექანიზმის ანგარიში არ რჩება მხოლოდ და მხოლოდ დოკუმენტად, ამ დოკუმენტს საბოლოო ჯამში შემდეგ იყენებს თვითონ ეუთო, ევროსაბჭო და ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტები, მათ შორის ის ხდება საფუძველი შეზღუდვების, სანქციების და პოლიტიკური გადაწყვეტილებებისთვის და მათ შორის ეს დოკუმენტები როგორც წესი ხდება ხოლმე საფუძველი პოლიტიკის ცვლილების ქვეყნებისა იმ ქვეყანასთან მიმართებაში, რომ ქვეყანასთან მიმართებაში შედგება ხომ ეს ანგარიში ამ შემთხვევაში ეს იქნება საქართველოს. სწორედ ამიტომ ამ პროცესს ექნება გრძელვადიანი და მძიმე შედეგები ქართული ოცნების რეჟიმის
29 იანვრის განცხადების თანახმად EUTOS ქვეყნების შეშფოთების საგანთაშორისაა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც მიზნად ისახავს განსხვავებული აზრის ჩახშობას და სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის სამოქმედო სივრცის შეზღუდვას. ოპოზიციური პარტიების აკრძალვისკენ მიმართული სამართლებრივი ქმედებები, არჩევნების კეთილს ინდისიერება, განსაკუთრებით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჭრილში, მმართველ პარტიასთან აფილირებული მედიების მიერ დეზინფორმაციის აქტიური გავრცელება, კამპანიები დიპლომატიური წარმომადგენლების წინააღმდეგ, გაერთიანების, გამოხატვისა და მედიის თავისუფლების შეზღუდვა, პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებები და სამართლებრივი დევნა, სასამართლო სისტემის ბოროტად გამოყენება რეპრესიული სისტემის გასაძლიერებლად, ბრალდებები თავისუფლება აღკვეთილ პირთა მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ, გადამეტებული ძალადობა და თვითნებური დაკავებები, ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, ადამიანის უფლებათა დამცველებისა და ჟურნალისტების შევიწროება და დაშინება. ამ თემაზე დღეს კომენტარი გააკეთეს ქართულ ოცნებაშიც. მათი მტკიცებით, ამ ინიციატივის მიზანი ქართველი ხალხის დაშინება, როგორც ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ირწმუნება, ისინი მზად არიან ყველა კითხვას უპასუხონ. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ მზად ვართ დიალოგისთვის, მზად ვართ იმისთვის, რომ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ნებისმიერი კითხვას პასუხი გავცეთ. ამის საპირისპიროდ ჩვენ ხედავთ ბრიუსელის მხრიდან დაბლოკვას ყოველგვარი დიალოგისა და ხედავთ თქვენ, რომ ასე ვთქვათ, გაბუტულ პოზაში არიან ჩასულები და ამიტომაც არიან სადაც არის დღეს ბრიუსელი. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კაია კალას რომ არ ხვდება, აი ასეთი არაკვალიფიციური პოლიტიკის გამო, რაც მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებით ყველაზე კარგად ჩანს, რომ ასე ვთქვათ, მუქარას და შანტაჟს ამჯობინებენ დიალოგს და საუბარს, აბსოლუტურად არაევროპული ქცევას და აბისი გამოვლინებაა საბოლოო ჯამში ასეთი სახის გადაწყვეტილებები. კიდევ ერთხელ ეს აჩვენებს, რომ არის სურვილი საქართველოს მოსახლეობის და ქართველი ხალხის შანტაჟისა და დაშინების და ზეწოლისა. დამოუკიდებელი მისია პრობლემურ საკითხებს ადგილზე ვიზიტების, ინტერვიუებისა და მონაცემთა შეგროვების გზით შეისწავლის. მის შემდეგაც ამზადებს საბოლოო ანგარიშს, სადაც დეტალურად არის ასახული სამართლებრივი ანალიზი, ძირითადი მიგნებები და შესასრულებელი რეკომენდაციები. მისიის მიერ მომზადებული ანგარიში წარედგინება EUTOS მუდმივ მოქმედ საბჭოს. მექანიზმი არ აწესებს სავალდებულო სამართლებრივ ვალდებულებებს, თუმცა მისი რეკომენდაციები საფუძვლად ედება დიპლომატიურ და პოლიტიკურ რეაგირებას. მოსკოვის მექანიზმის ანგარიში პარტნიორ ქვეყნებს აძლევს პირდაპირ ბერკეთს, რათა ფაქტობრივ მტკიცებულებებზე დაყრდნობით პერსონალურად დაასახელონ კონკრეტული დამრღვევები და მათ მიმართ ინდივიდუალური სანქციები ამოქმედონ. თუ სახელმწიფო უარს ამბობს თანამშრომლობაზე ან ექსპერტების მიღებაზე, მოსკოვის მექანიზმი მაინც მოქმედებს სხვა ქვეყნების მოთხოვნის საფუძველზე. შესაბამისად, ექსპერტები ანგარიშს ნებისმიერ შემთხვევაში მოამზადებენ.